გამარჯობა. დღეს მართლა ერთ საკმაოდ მძიმე თემაზე ვსაუბრობთ. იმ მეცნიერების საეწყო გარდაცვალებებზე, რომლებიც საიდუმლო სამხედრო ხანდახან ბირთვულ პროექტებში იყვნენ ჩართულები. დიახ და ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით ვხედავთ ორ ასეთ, ეპიზოდს. ერთი ცივი ომის დროს ბრიტანეთში და მეორე შედარებით ახლო წარსულში, ირანში. ხო, ჩვენი მიზანია, რომ ამ მასალებიდან მთავარი ფაქტები გამოვყოთ. ვნახოთ არის თუ არა რამე კავშირები, რა კითხვებს აჩენს ეს ყველაფერი. ვეცდებით, რომ თქვენთვის საინტერესო დეტალები მოვიყვანოთ, ისეთებიც, რაც შეიძლება, დაგაფიქრებთ. კარგი. მაშ დავიწყოთ 80-იანი წლების ბრიტანეთით. ეს ის დროა, როცა რეიგანმა წამოიწყო ეგრეთ წოდებული ვარსკვლავური ომები. სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივა. ანუ კოსმოსური ანტისარაკეტო სისტემის შექმნის მცდელობა. ძალიან ამბიციური პროექტი იყო. დიახ, და უამრავი მეცნიერი და კომპანია ჩაერთო, მათ შორის ბრიტანული კომპანია მარკონი. ხო, და სწორედ ამ პერიოდში იწყება მარკონისთან და სხვა თავდაცვის კომპანიებთან დაკავშირებული მეცნიერების, ძალიან უცნაური გარდაცვალებების სერია. მართლა უცნაური, თუნდაც 1986 წელს მარკონის ორი ახალგაზრდა მეცნიერი, არშად შარიფი და ვიმალ დაჯიბაი. თვეები შუალედით იღუპებიან თან ბრისტოლში, სადაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ერთმანეთთან. და ოფიციალურად რა თქოს? თვითმკვლელობა. კი, ოფიციალურად თვითმკვლელობა, მაგრამ დეტალები. შარიფის შემთხვევაში ხეზე რაღაცნაირად უცნაურად მიბმული თოკი იპოვეს, მანქანაში სიგარები არა და არ ეწეოდა. დაჯიბაის შემთხვევაში კიდევ ხიდიდან იყო გადმოვარდნილი, სხეულზე ნანემსარი ჰქონდა და შარვალი ჩახტილი. ეს ნამდვილად არ ჟღერს ტიპურ თვითმკვლელობად, ძალიან საეჭვოა. და ეს მხოლოდ ორი შემთხვევა ხო არ იყო? არა, რა თქმა უნდა. ჟურნალისტებმა გამოიწიეს და 70-იანი წლებიდან 1986 წლამდე დაახლოებით 25-მდე ადამიანის საეჭვო სიკვდილი დაითვალეს თავდაცვის სფეროში. უცნაური თვითმკვლელობები, ავარიები, გაზით მოწამლა, დენით გარდაცვალებაც იყო მგონი. დიახ, დენითაც. და ბევრი მათგანი მუშაობდა სწორედ ვარსკვლავური ომების ტექნოლოგიებზე. მაგალითად, ჯონ ბრიტონი და პიტერ პიპელი 1987 წელს ერთმანეთის მიყოლებით ავტოფარეხში ნახშირბადის მონოქსიდით გარდაცვლილები იპოვეს. წარმოუდგენელია ამდენი დამთხვევა. ეს იგი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამის უკან? მთავარი ეჭვმიტანილები იყვნენ საბჭოთა KGB და განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიის შტაზი. ვარსკვლავური ომები ხომ სერიოზული საფრთხე იყო საბჭოთა კავშირისთვის. შტაზი. ანუ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროება. დიახ, შტაზი KGB-სთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა, ბრიტანეთშიც დიდი ქსელი ჰქონდათ და ცნობილები იყვნენ ფარული ოპერაციებით, მათ შორის მკვლელობებით, რომლებსაც მერე უბედურ შემთხვევად ან თვითმკვლელობად ასაღებდნენ. რაღაცა წამლავლებზეც იყო საუბარი, ხო? კი, არის ვარაუდი, რომ იყენებდნენ KGB-ს ლაბორატორიებში შექმნილ სპეციალურ ძნელად აღმოსაჩენს საწამლავებს. ნივთიერებებს, რომლებსაც შეეძლოთ მსხვერპლის დეზორიენტაცია ან პირდაპირ სიკვდილი გამოეწვიათ, ისე რომ კვალი არ დარჩენილიყო. მძიმე მოსასმენია. რა დაუნდობელი ბრძოლა მიდიოდა ფარულად. ხო, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მყარი მტკიცებულებები არ გვაქვს. შტაზის არქივების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ის, რაც მკვლელობებს ეხებოდა, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ განადგურდა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს სიკვდილიანობა ცივი ომის დასრულებისთანავე შეწყდა, დიახ, ეს ძალიან საგულისხმოა. თავისთავად ბევრ რამეზე მიანიშნებს. კარგი, ახლა გადავინაცვლოთ 10 წლეულებით წინ ირანში. აქაც მსგავსი შემაშფოთებელი სურათი გვაქვს, ოღონდ უკვე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მართალია, 2007-დან 2012 წლამდე სულ მცირე 5 ირანელი მეცნიერი მოკლეს, თან სხვადასხვა მეთოდით. ეგეც საინტერესოა, ანუ მოწამლა, მოტოციკლზე დამაგრებული ბომბი. ხო, მანქანაზე მიმაგრებული მაგნიტური ბომბებიც იყო ცეცხლსასროლი იარაღიც. და ირანის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ყველა ეს ადამიანი საიდუმლო ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობდა, ბირთვული მოწამეები უწოდეს. და ამ კვლელობების პარალელურად ირანის ბირთვულ ობიექტებზე, ნათანზის ქარხანაში რაღაც პრობლემები იყო ცენტრიფუგებთან დაკავშირებით, ხომ? დიახ. ცენტრიფუგები, რომლებიც ურანს ამდიდრებენ, იდუმალებით გამოდიოდა მწყობრიდან.
და ეს არ იყო შემთხვევითი. ანუ, ეს იყო გახმაურებული კიბერშეტევის Stuxnet-ის შედეგი. უაღრესად რთული კომპიუტერული ვირუსი, რომელიც, როგორც ფიქრობენ, USB მეხსიერების ბარათით შეიტანეს იზოლირებულ ქსელში. და რა გააკეთა ამ ვირუსმა? ის კონკრეტულად ცენტრიფუგების მართვის სისტემებს უტევდა. აიძულებდა, რომ ან ზედმეტად სწრაფად, ან ზედმეტად ნელა ემუშავათ, რაც მათ ფიზიკურ დაზიანებას იწვევდა. და ვინ იდგა ამის უკან? ბევრი წყარო ამბობს, რომ ეს იყო აშისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაცია. კოდური სახელით ოლიმპიური თამაშები. თუმცა, რა თქმა უნდა, ოფიციალურად არც ერთ ქვეყანას ეს არ დაუდასტურებია. გასაგებია კიბერშეტევა, მაგრამ მეცნიერების ფიზიკური ლიკვიდაცია, აქ ვინ იყო მთავარი ეჭვმიტანილი? აშისმა კატეგორიულად უარყო მონაწილეობა. მთავარი ის არის, ისრაელის დაზღვერვის მოსადისკენ იყო მიმართული. ლოგიკურია, ისრაელი ირანის ბირთვულ პროგრამას თავისთვის უდიდეს საფრთხედ განიხილავს. დიახ, და მოსადი ცნობილია თავისი ზუსტი მიზანმიმართული ლიკვიდაციებით. ხშირად ისე, რომ კვალს არ ტოვებენ. ირანში კი დააკავეს ერთი პირი, მაჯიდ ჯამალი ფაში. კი, მახსოვს, ტელევიზიითაც აჩვენეს, აღიარა, რომ მოსადმა დაიქირავა და გაწვრთნა. ხო, მაგრამ ბევრი ექსპერტი, მათ შორის მოსადის ყოფილი აგენტებიც კი, თვლიან, რომ ეს აღიარება იძულებით იყო მიღებული. ანუ, ის უბრალოდ განტევების ვაცად გამოიყენეს. ნამდვილი შემსრულებლები სავარაუდოდ დაიჭირეს ერთსა და იმავე სურათს. მეცნიერები, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახიფათო ტექნოლოგიებზე მუშაობენ, ხდებიან სამიზნეები. ნამდვილად. და ორივე შემთხვევაში ჩნდება ძალიან სერიოზული ეჭვები, რომ ამის უკან სახელმწიფოები დგანან, რომლებიც ფარული ოპერაციებით, მკვლელობებით თუ კიბერშეტევებით ცდილობენ ტექნოლოგიური პროგრესის შეფერხებას ან საიდუმლოების დაცვას. და ისევ დამთხევა. ირანელი მეცნიერების მკვლელობებიც, მე მგონი, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მერე შეწყდა, ხო? იმ შეთანხმების, რომელმაც დროებით მაინც შეაჩერა ირანის პროგრამა. დიახ, ასე ჩანს. თუმცა ბრიტანელი მეცნიერების სიკვდილის საიდუმლო დღემდე გაუხსნელია. ეს ყველაფერი კი, ერთ ძალიან მძიმე კითხვამდე მიგვიყვანს. ალბათ იმ კითხვამდე, რომელზეც თქვენს დაფიქრდებით. რა ფასი ხდიან ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა ზედმეტად ბევრი იციან ყველაზე სენსიტიურ სფეროებში? და რა ინტერესები არსებობს იმისთვის, რომ სიმართლე იქნება ეს შტაზის განადგურებულ არხივებში თუ მოსადის საიდუმლო ოპერაციებში არასოდეს გამჟღავნდეს? ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი ალბათ არც ისე მარტივია.